ფილმში დამამტკიცეს, ამას გიმალოთ 2 თვეა და თამაშობ ექსპროს ინგლისურად. თქვენი თვითონ სწავლობ ინგლისურს და ძალიან ცუდი მოსწავლე ვარ, იმიტომ რომ რთულად ვსწავლობ და ეს არის შემთთვის ძალიან დიდი გამოწვევა. ხვალ პროექტის პირველი გადაღება უნდა ვიყო 9 საათზე, დილის 9 საათზე უკვე გადასაღებ მოედანზე. რომიდან 1 საათის სავალზეა, მთის ძირში ხდება გადაღებები. არ მაქვს უფლება სახელის იმ ცნობილი ადამიანების, რომლებიც თამაშობენ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ მთავარი როლის შემსრულებელი და არც მეორე ხარისხოვანი. სულ რომ არ ყოფილიყავი საერთოდ ხმა არ მომიღო და მე ანუ ასეთი შეთავაზება რომ მქონოდა, ბედნიერესი ხო ვიქნებოდი. ეხლა ხო საერთოდ ვარ ვლაპარაკობ და უდიდესი გამოწვევა ჩემთვის და ეხლა მოგიყვებით უცებ როგორ რა მოხდა. როდესაც ვიყო თამოსკინი მილანის მოდის კვირაობის სპონსორი, იყო რეჟისორი, მოვეწონე. უბრალოდ მე ვუთხარ რომ მე არ ვიცი ენა, გამარჯობა როგორ ხარ და გამომიგზავნა პატარა ტექსტი, რაც უნდა მე გადამეღო ვიდეო, გამეგზავნა და მის მერე გადავიღე ვიდეო, ყველანაირად ვეცადე, მაქსიმუმი ჩავდე გეფიცებით და მომივიდა ველი თქვენ დავწიცებული ხართ ფილმში. თქვენ არ იცით, აი ეს არის ახალი რაღაცა, ეს არის ახალი ეტაპი ჩემი ცხოვრების, როცა ვიცი რომ ენა რომ ვიცოდე, ენა რა იქნება შემოხაზული მაქვს ის ყველაფერი, რასაც მე მიჭირს და ერთადერთი რაღაცა რასაც ნერვიულობ ხალხო ის არის რომ ვსწავლობ ხოლმე და უცებ მიწევს მე ლაპარაკი ვიტიშები, ანუ მავიწყდება და ძალიან ნერვიულობ და მე ასეთ ფილმი, აი ამხელა მასშტაბური ფილმის გადაღებაზე არ ყოფილა ფილმის გადაღებაზე საერთოდ და ნერვიულობ რაც მე ვისწავლე, ანუ რომ რაღაც არ მოხდეს, მაგრამ ყველანაირად შევეცდები პირდებით. არ ვიცი, რამდენად მექნება იმის შანსი, რომ ყველაფერი დეტალურად გადავიღო, ვერ გადავიღებ, არ შეიძლება, მაგრამ ჩემ ჩაცმულობას იქნებ გადავიღო გარემო სიტუაცია რა, ანუ მსახიობს არ გადავიღებ და არ გამოვაჩენ და ხვალ მაქვს პირველი გადაღება და მოდი დავიწყოთ. ხვალი და ყველაფერს დეტალურად გაჩვენებ აბსოლუტურად. ვიცი რომ ვისაც გიყვაროთ, გაგიხარდებათ ჩემი ამბავი და მე ძალიან ბედნიერი ვარ არ მჯერა. ელას კიპალავდით 2 თვე. რეალურად ძალიან ნერვიულობ მართლა. ერთი სული მაქვს, როდის გაათენდება და ალბათ ვერც დავიძინებ, იმიტომ რომ 1 საათი უნდა გზას. ასე შემდეგ ნერვიულობ ტექსტზე, სხვა არაფერზე არ ნერვიულობ რეალურად, მაგრამ იმასაც ვეუბნები ხოლმე ჩემ თავს ეს 2 თვეა, რომ თამო, როდესაც რაღაცა შანსი გეძლევა ცხოვრებაში, უნდა ჩაეჭიდო, იმუშაო, გეზარება, ვერ სწავლობ თუ რა ჯანდაბაც გჭირს. არ უნდა დაუშვა ესეთი რაღაცა, რომ ვერ გააკეთო. ძალიან მეშლება ხოლმე ჩემ თავზე, მე ნერვები ძალიან, მაგრამ აქ ვარ უკვე. აქ ვარ. არ ვიცი ამრევა. რამოდენიმე მსახიობს ვიცნობ. რამოდენიმე არ ვიცნობ. მე ეხა გეტყოდით ჩემს სახელს, მე რა მქვია, მაგრამ ვერ გეტყოდით. კარგი სახელი. მოგწონს